აი, იმდენ თემას შევეხეთ, რომ ალბათ ყველაზე მაინც ძიმე ის არის, რომ აი მაგალითად აი საქართველოს რიგითი მოქალაქეები რო გვისმენდნენ, ალბათ ყველაზე მეტად აღელვებთ უსაფრთხოება რა. და იცი მე რა კითხვა დავსვი, რომ ანუ არ არსებობს კაფეო პასუხი იმაზე თქვათ აი ეხლა რა გვიცავს მართლა რა აი ეს რაღაც კი ვფრთხილობთ რაღაცის პოლიტიკა თუ რაღაც 2000 წლიდან დაიწყო ანუ აღარ ვლანძღავთ რაღაც ან იმას ფეკალიებს არ ვუგზავნით კი ბატონო გასაგებია რომ მაგას არ შევი და ამას არც არავინ არ ითხოვს რეალურად რა ანუ უბრალოდ თამაშობთ ლატარიას ანუ საკუთარი უსაფრთხოება აი გადაბარებული გვაქვს უცნობ რაღაცაზე რა. ეგ არის მე მგონი ალბათ აი ყველაზე და აი ამას რო გავურბივათ, მერე გადავდივართ სხვა თემებზე თორე. რა თქმა უნდა, ყველაფერი ლეგიტიმურია. მათ შორის აი თქვენ რო დაგასანქცირეს რო იძახის რაღაც. ეს ხო იმ დასავლეთის მექანიზმებია, როგორც რავი, შეიძლება სანქციებს ზოგადად არ ეთანხმებოდი. არც რუსეთის წინააღმდეგ, არც ირანის წინააღმდეგ, იმიტომ რომ მუშაობს, ანუ ზოგადად უმუშავია სანქციებს. მე არა ვარ ამაში ბოლომდე დარწმუნებული რომ ზოგადად ეს სანქციები მუშაობს, მაგრამ როგორც მაგალითად დასავლეთი არ ვიცი ამერიკელები მაგალითად ვენესუელაში შევიდნენ და რეჟიმის ცვლილება მოინდომეს, როგორც აგერ ირანში ჩავიდნენ და რაღაც დაბომბვა დაიწყეს. რავი, მაგალითად ის იყო ვანსი მახსოვს ლაპარაკობდა თუ არ ვცდები რუმინეთზე თუ რომელიღაც ქვეყანაზე რომელშიც რაღაცას არჩევნები გაუქმდა. ანუ სინამდვილეში ეს რეჟიმის ცვლილების სურვილი არალეგიტიმური ჩემი აზრით არ არის. ანუ ზოგადად აი რო თქვა რომ ეს რაღაცა ისეთია, რავი, ცუდი რეჟიმი თუ იცი, მაგრამ მე დიდის ძალიან გამიხარდებოდა ჩრდილოეთ კორეაში რეჟიმის შეცვლა. მე მომხრე ვარ, რომ ჩრდილოეთ კორეაში რეჟიმი შეიცვალოს და როდის მე რომ ამის შანსი გამიჩნდეს, დიდი სიამოვნებით თამაში ვიღებ მონაწილეობას რა. ხო და ამის ესეთი პოზაში ჩადგომა რომ თითქოს ვაიმე რატო გვიცვლა, რატო უნდათ რომ ჩვენი ხელისუფლება შეიცვალოს, თქვენ რატო გიკვირთ, მაგას ვერ ხვდები.